Sean Diddy Combs facing a slew of allegations. The biggest question for me was, has this happened before? The docuseries is called The Fall. დოკუმენტურ სერიალს დიდი დაცემა ჰქვია. ეს იმის ქრონოლოგიაა, თუ როგორ გახდა გლობალური საკულტო ფიგურა, მილიარდერი, წარმატებული ბიზნეს მაგნატი პატიმარი, რომელიც სასამართლოს ელოდება. სერიალი ამ ყველაფერს მიყვება. But then there was the other side. We did not realize the extent of the darkness. The after show is an exclusive. სერიალს თან ახლავს ექსკლუზიური ინტერვიუ დიდის ყოფილ თანაშემწესთან. ის ამაზე პირველად საუბრობს და გვთავაზობს ნამდვილად უნიკალურ ხედვას დიდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ბოლო წლების განმავლობაში. It was horrific. We've been hearing a lot. ჩვენ გვესმის სხვადასხვაგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად, ეგრეთ წოდებულ ფრიკოფებზე და წვეულებებზე. მას შეუძლია გითხრას თუ ზუსტად რა ხდებოდა. ის პასუხისმგებელი იყო დიდის ყოველდღიურობის დაგეგმვაზე. ამგვარად მან ყველაფერი ნახა. He was responsible for cleaning up after Diddy. My name is Philip Hines. I was a senior executive assistant. What I do find ჩემთვის საინტერესო ისაა, რომ დიდი ერთადერთია, ვისაც ბრალი ედება. ამგვარად სამართლებრივი პერსპექტივიდან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი სხვა, ვინც ამ ამბავში შეიძლება ყოფილიყო ჩართული მთავრობასთან თანამშრომლობს. ვფიქრობ, სასამართლოზე ბევრ რამეს გავიგებთ. There's a really important კრიმინალობასა და იმას შორის თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქცევად დიდი განსხვავებაა. კრიმინალური ასპექტი ჯერ გარკვეული არ არის. ის სასამართლო პროცესზე წარდგება ნაფიცი მსაჯულების წინ. იქნება ვერდიქტი და ეს მისი მემკვიდრეობის ნაწილი გახდება. ვფიქრობ, მორალური თვალსაზრისით, იმიჯის თვალსაზრისით მან უკვე გამოუსწორებელი ზიანი განიცადა. ჩვენ იმდენი გავიგეთ მასზე ძალიან ბევრი ადამიანისგან, რომ განურჩევლად იმისა კრიმინალია თუ არა, ხალხი მას იმავე თვალით ვეღარასდროს შეხედავს. To the story.